მოგესალმებით ყველას. მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხია YouTube-ზე Mikhail HD. დღეს მე დაპირებისამებრ მინდა შემოგთავაზოთ quadcopter-ის პატარა review. როგორ არის მოწყობილი ჩვენი quadcopter-ი, აი ეს არის ჩემი quadcopter-ი. როგორ არის ის მოწყობილი, გავიაროთ დეტალები, რა დეტალებისაგან შედგება და ყოველ დეტალს რა დანიშნულება აკისრია. მოდით ერთად გავიაროთ. გავაკეთოთ პატარა review და რა თქმა უნდა მე შემდეგ ვიდეოებში აუცილებლად გავაგრძელებ აი ამ playlist-ს. როგორც ხედავთ, ეს არის ჩვენი quadcopter-ი და მოდით დეტალურად გავიაროთ რა მოწყობილობებისგან შედგება იგი. ეს არის ჩვეულებრივი quadcopter-ი, რომელიც ავაწყე მე ესე დრო და დრო რაღაც პერიოდის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ ვიძენდი ნაწილებს, ჩამოდიოდა და შემდეგ უკვე ვაწყობდი. აი შესაბამისად, აი ესეთი აიწყო. ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ამას აკლია კამერის დაყენება, შემდეგ გიმბალი უნდა დაყენდეს აქ და პულტზე უკვე ეკრანი ესაჭიროება და ამას ახლა მოგვიანებით განვიხილავთ, მოდით გავაგრძელოთ და დავიწყოთ ჩვენი quadcopter-ის შემადგენლობა. ესე იგი რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემი კონკრეტული ვერსია შედგება 4 ძრავისაგან, აი როგორც ხედავთ 4 ძრავია. აი ეს არის ჩვენი ძრავი, ფირმა, აგერ როგორც ხედავთ რა ფირმის არის და მისი შემდეგ შესაბამისი უკვე მაჩვენებლები აწერია Z. მოკლედ 4 ძრავისგან შედგება, ეს ჩვენი ქართულად არ ვიცი ზუსტად როგორ ეძახიან, პროპელელი, ალბათ სადაური სიტყვა რუსულიც არის და ინგლისურიც, prop არის ინგლისური სიტყვა. ეს არის მისი პროპელელები, რომელიც ჩვეულებრივად მიდის DJI-ის თავსებადი პროპელელებია, ესეც დაყენებულია. ჩვენი quadcopter-ის აი ეს პროპელელები აი ესენი მოძრაობენ შემდეგნაირად. აი ესე პარალელური მოძრაობა ახასიათებთ მათ, პარალელური ტრიალი. ანუ აი ეს ერთი მხარე მოძრაობს, აი შეხედეთ აი ეს ისრებიც არის. საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, შესაბამისად ესეც საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს, ხოლო აი ეს უკვე საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს, აი ესეც საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს. ანუ მისი პროპელერების მოძრაობა აი ესე ჯვარედინად არის, აი ესე ორი პარალელური მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით, ხოლო ორი პარალელური საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. შემდეგ რაც თავარია, იგი შედგება კიდევ აკუმულატორისაგან და მოდით ჩავხედოთ რისგან შედგება ის შიგნით, როგორ მოძრაობს, როგორ გადაადგილდება, რის თანახმად, ანუ რა აკონტროლებს მას რეალურად. როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ ძრავები არ არის საკმარისი მის სამართავად, მის გადასაადგილებლად, არც მხოლოდ ელემენტი და ჩავხედოთ, ეს შიგნით არის უკვე პროცესორი, ეგრეთ წოდებული მართვის პროცესორი, რომელიც არის NASA-ს ფირმის, აი თუ გამოჩნდება, აი ეს NASA, რომელიც ზუსტად იგივენაირი მოთავსებულია DJI-ში, ეს არის NASA, DJI-ის ფირმისაა, DJI-ის quadcopter-ებში განთავსებულია ზუსტად აი ეს პროცესორი, პილოტი, ანუ ავტოპილოტი, მეორენაირად ეძახიან, ეს არის NASA-ს ფირმის. შემდეგ ქვევით უკვე არის ძრავების კონტროლერები, ეს არის ძრავის გავასწოროთ. ხოლო შემდეგ ქვემოთ უკვე არის ძრავების კონტროლერები, აი ეს არის კონტროლერი, სიჩქარის კონტროლერს ეძახიან ამას, მეორენაირად ყოველ ძრავს, როგორც მოგეხსენებათ, ჭირდება რაღაც კონტროლი, ეგრეთ ვთქვათ, ესე ვთქვათ, სიჩქარის მომატება, დაკლება და ასე შემდეგ. ეს არის აი ეს კონტროლერი, რომელიც აკონტროლებს აი ძრავის სიჩქარეს. 4 ნაწილად არის გაყოფილი, ანუ შესაბამისად, რამდენი ძრავიც აქვს, იმდენი კონტროლერია. ჩემ შემთხვევაში კონკრეტულად აი ეს მოდელი არის ერთი მთლიანი, ზოგჯერ შეგიძლიათ ასევე აწყოთ ისეთი, სადაც ალბათ შეგიმჩნევიათ აი ქვემოთ ფეხებზე, თითო ფეხზე, თითო კონტროლერია მიმაგრებული.
არნაირი სხვაობა არ არის, უბრალოდ მე ესე გადავწყვიტე და ესე დავაყენე აი აქ ერთი მთლიანი კონტროლერი. როგორც ხედავთ, აი აქ თითო ძრავზე აი ესე გამოდის უკვე მავთულები და მიდის აი ესე თითო ძრავზე ნაწილდება ეს კონტროლერიდან გამოყვანილი მავთული. მოკლედ შევთანხმდით, აი ეს არის უკვე ჩვენი ავტოპილოტი, NASA-ს ფირმის, აი ეს არის ჩვენი კონტროლერი, ძრავის კონტროლერი, სიჩქარის კონტროლერსაც ეძახიან მას. შემდეგ უკვე მოდის ჩვენი GPS-ი, NASA-ში ასევე განთავსებულია GPS მოდულიც, რომელიც თვითონვე შეიცავს უკვე ჩაშენებულია GPS მოდული. შემდეგ უკვე გამოდის აი ეს GPS მოდული და აი აქ უკვე დგას GPS ანტენა. აი ეს არის ჩვენი GPS ანტენა, მოდით თვალსაჩინოებისთვის ხელით მიუთითებ. აი ეს არის უკვე GPS ანტენა, GPS-ის მიმღები ანტენა, რომელიც დაკავშირებულია აი აქ ჩვენ NASA-სთან, NASA-ს კონტროლერთან, აი flight controller-ი ქვია, კიდევ ასე ეძახიან NASA და ჩვეულებრივად GPS მოდული გვაძლევს ჩვენ საშუალებას ერთ ადგილას დაეკიდოს ჩვენი კვადკოპტერი, მიიღოს კოორდინატები შესაბამისად და GPS-ი ჩვენ გვეხმარება მართვის გაადვილებაში. იგი გაცილებით ადვილად იმართება, ვიდრე მანუალ რეჟიმში, ეგრეთ წოდებული მთლიანად ხელით მართვის რეჟიმში. რა თქმა უნდა, დამწყებებისათვის GPS-ი მშვენიერი გადაწყვეტილებაა. ნუ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მოინდომებთ თუ არა მის დაყენებას. იგი ასევე გვეხმარება იმაში, რომ რაღაც გაუმართავობის შემთხვევაში ავტომატურად დაბრუნდეს სახლში, იქ სადაც თქვენ დაამახსოვრებთ, აი აქ თქვათ აფრენის წერტილს, რაღაც გაუმართავობის შემთხვევაში დაბრუნდება ის ავტომატურად სახლში, ან თუ შეამჩნევს რომ ელემენტი ჯდება, ის ნებისმიერ შემთხვევაში დაგიბრუნებთ უკან სახლში. თუ პულტთან დაკარგა კავშირი, ის ასევე უკან დაბრუნდება. აქ კიდევ რამოდენიმე ავარიული შემთხვევა, რომელშიც გვეხმარება ეს GPS-ი მის უკან დაბრუნებაში. როდესაც ჩვენ გადავდივართ home რეჟიმზე, ანუ ავტომატურად ვაძლევთ მითითებას, რომ იგი დაბრუნდეს სახლში, რაც არ უნდა, რა სიმაღლეზეც არ უნდა იმყოფებოდეს ჩვენი კვადკოპტერი, იგი დაეშვება ან აფრინდება 20 მეტრის სიმაღლეზე და შემდეგ დაიწყებს უკვე სახლში, ანუ ათვლის წერტილზე დაბრუნებას. ეს არის ჩვენი GPS-ის მოკლე მიმოხილვა, რა ფუნქციები ეკისრება მას და რა თქმა უნდა, გადავიდეთ ახლა კიდევ ერთ დეტალზე, აი ეს არის უკვე მიმღები, პულტის მიმღები, აი ეს რომელიც მოყვება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში პულტებს ავტომატურად, აი ეს არის პულტის მიმღები, ეს უკავშირდება პულტს. რა თქმა უნდა, ესეც ცალკე ყენდება, ეს ყველა დეტალი ყენდება ცალკე, თქვენი აწყობისას უნდა შეიძინოთ ესე ცალ-ცალკე ყველა დეტალი. ეს არის პულტის მიმღები, რომელიც კავშირშია მუდმივად პულტთან, პულტის დეტალია ფიზიკურად, აი ეს. ჩემ შემთხვევაში მე მიყენია R9D და ჩვენი პულტი უკვე არის, აი ეს არის ჩვენი პულტი. მე შეძენილი მაქვს Radio Link-ის პულტი AT9 და აი სწორედ აი ეს მოდელი, აი ეს მოდული, აი ამ პულტის არის ზუსტად აი ეს, რომელიც ერთმანეთში კავშირშია და სწორედ აი ეს მართავს კვადკოპტერს აი ამ პატარა მოდულის საშუალებით. ისინი მუდმივად კავშირში არიან ერთმანეთს და აი ესე დაფრინავს უკვე ჩვენი კვადკოპტერი. რაც შეეხება ელემენტს, გადავიდეთ უკვე ელემენტზე. ერთი პატარა დეტალი გამოგვჭა, კიდევ მოდით აი ესეც გავიაროთ. აი ეს უკვე არის ჩვენი შუქი ნიშანი, ეგრეთ წოდებული, ის მუდმივად ციმციმებს, გვანიშნებს დაიჭირა თუ არა GPS ანტენა, ასევე მას რაღაც პატარა ხმა აქვს წრიპინის და გვამცნობს ელემენტის დაჯდომისა და სხვა რაიმე რეჟიმების შესახებ. მას აგრეთვე აქვს აი USB კონექტორი, ეს არის NASA-ს ერთ-ერთი დეტალი და USB კონექტორის მეშვეობით იგი უკავშირდება ჩვენს კომპიუტერს, აი აქ არის USB კონექტორი, როგორც ხედავთ, ჩვენს კომპიუტერს უკავშირდება და DJI-ის პროგრამის საშუალებით მისი გადაადგილების ნებისმიერი სეტინგის დაყენება შეგვიძლია და როგორც ხედავთ უკვე დაგვრჩენია გადავიდეთ ჯერჯერობით კიდევ აკუმულატორზე. აი ეს არის ჩვენი LiPo აკუმულატორი. ეს აკუმულატორები არის ძალიან ბევრნაირი. თქვენ უნდა განსაზღვროთ ერთი რამ, რა წონის აწევა გსურთ
რა უნდა დააყენოთ აი ამ quadcopter-ზე და როგორ გინდათ იგი გამოიყენოთ. მის შესაბამისად უკვე უნდა შეიძინოთ ისეთი აკუმულატორი, რომელიც თქვენ გამოგადგებათ. აი აქ მე კიდევ მაქვს რამოდენიმე აკუმულატორი, ეს არის 3300-იანი 35C და მის გაცილებით უკვე ძლიერია, ტევადობითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ კიდევ 5000 მAh-იანი, 5500-იანი, მოკლედ ეს უკვე დამოკიდებულია თქვენს quadcopter-ის ზომებზე, ასევე მასზე თუ რას დაკიდებთ, აი აქ რა წონას დაკიდებთ, რა წონის აწევა მოუწევს quadcopter-ს და ამის შესაბამისად უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ აი ეს სხვადასხვანაირი აკუმულატორები. რა თქმა უნდა, აკუმულატორის ტევადობაზეა დამოკიდებული თქვენი quadcopter-ის ფრენის დროც, მისი წონის აწევაც და ასე შემდეგ. ისიც უნდა გავიწყდებათ, რომ აკუმულატორსაც თავისი წონა აქვს, მაგალითად 5000 მAh-იანი აკუმულატორი იწონის 500 გრამს, შეიძლება 600 გრამამდეც ავიდეს. ამიტომ ყოველთვის გათვალეთ, რისთვის გინდათ გამოიყენოთ თქვენი quadcopter-ი, რა დანიშნულება უნდა მიანიჭოთ მას, გნებავთ თქვენ ვიდეოს გადაღება, თუ გნებავთ ფოტოს გადაღება და ჩემი რჩევა იქნება ყველა ესეთმა quadcopter-ის მოყვარულმა, ესეთი ხობის მოყვარულებმა შეიძინოთ ასევე პატარა სასწორი, რომელიც გრამებს ზომავს და ის აუცილებლად გამოგადგებათ, ვინაიდან თქვენ აი ამ შემთხვევაში დამოკიდებული ხართ მუდმივად სულ გრამებზე და ყოველი გრამი უნდა აკონტროლოთ, რომ რაიმე გაუმართავობა არ მოუვიდეს თქვენს quadcopter-ს. აი ამის შესაბამისად სწორედ შეგიძლიათ შეიძინოთ აი ეს ელემენტები, lipo ელემენტები, ესე ეძახიან, lipo battery და უკვე თქვენ მზად იქნებით ფრენისთვის. შემდეგ ვიდეოებში მე უკვე განვიხილავ კიდევ დეტალურად. ძალიან მალე მინდა დავიწყო უკვე quadcopter-ების აწყობა, აი ამ თითო დეტალის ყიდვა საიტზე და როგორ ავაწყოთ, აი ამ დეტალურად მინდა დავიწყო უკვე ამ ვიდეოების სერია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ თვითონ პირადად შეიძინოთ კონკრეტული დეტალი და დაიწყოთ მისი აწყობა. მე შესაბამისად ჩემი მხრიდან უკვე დავდებთ ვიდეოების სერია გვექნება ჩვენ რა ნაწილი ჯობია, რა დეტალი ჯობია, როგორი ბიუჯეტი გვინდა გავსაზღვროთ და ასე შემდეგ. გადავიდეთ ჩვენს პულტზე. ეს არის ჩვენი Radio Link-ის პულტი, აი ჩართობით აი ეს ერთობა, მას ეკრანი აქვს პატარა. მართალია ეს ეკრანი არ არის Full HD, მაგრამ ჩვეულებრივი ეკრანია, რომელიც ამისთვის სრულიად საკმარისია და არ ესაჭიროება მეტი არანაირი სხვა რაიმე დამატებითი რამ. ერთადერთი ჩვენ დაგვჭირდება შემდეგ აი ამ ეკრანზე დავაყენოთ აი უკვე ესეთი LCD მონიტორი, აი ესე დაყენდება LCD მონიტორი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ აი აქ quadcopter-ზე დამაგრებული კამერიდან მივიღოთ ვიდეოს სიგნალი და უკვე ფრენისას ჩვენ პირდაპირ live ჩართვით დავინახავთ აი აქ განთავსებულ ეკრანზე, სად დაფრინავს, რას ხედავს ჩვენი კამერა და პარალელურად შესაბამისად რას იღებს უკვე ჩვენი კამერა. ჯერჯერობით მე არ მაქვს დაყენებული ველოდები აი ამ ნაწილებსაც და აუცილებლად განვაახლებ ჩემ შემდეგ ვიდეოსაც, როდესაც დავაყენებ, დავამონტაჟებ აი ამ კამერას და შემდეგ ვიდეოში უკვე მე მინდა გადავიღო აი ამ quadcopter-ის ფრენა, როგორ დაფრინავს, როგორ იმართება და პატარ-პატარა ნიუანსებს კიდევ აუცილებლად გავივლი. კიდევ ერთი ნიუანსი, რა თქმა უნდა, თქვენ გაგიჩნდებათ ალბათ კითხვა, რა მანძილზე დაფრინავს, რამდენი ხანი დაფრინავს, რა შეადგენს მისი ფრენის დრო და მისი ფრენის მანძილი. ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში მე მაქვს აი ეს პულტი Radio Link-ის ფირმის 89 სერიის და ამ პულტს პასპორტულ მონაცემებში უწერია 800 მეტრიდან 1500 მეტრი, ანუ კილომეტრ-ნახევარი. სიმართლე გითხრათ, კილომეტრ-ნახევარზე მე არ გამისინჯავს ჯერჯერობით ეს პულტი, იმიტომ რომ ჯერ უბრალოდ სინჯავ ელემენტებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როდესაც თქვენ ააწყობთ აი ამ quadcopter-ს, უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ, გასინჯოთ თითოეული ელემენტი, დაგქონოთ თქვენი quadcopter-ი, გააჩეროთ ის დაახლოებით ესე მეტრა 2 მეტრი მანძილის სიმაღლეზე
და დაკიდოთ ის ჩვეულებრივად ჰაერში და გასინჯოთ მაქსიმალურად რამდენის ფრენა შეუძლია აი ამ ელემენტს დაინიშნოთ დრო ყოველთვის გააკეთოთ წინასწარ აუცილებლად უნდა გქონდეთ დანიშნული დრო და გააკეთოთ პატარა ჩანიშვნები თქვენი აკუმულატორის დროის შესახებ და პლუს მინუს ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ 3-4 წუთი მინიმუმ ეს უკვე მანძილზეა დამოკიდებული რა მანძილზე გექნებათ გაშვებული თქვენი quadcopter-ი დაბრუნების დროც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომ თავიდან ავირიდოთ რაღაც ესეთი ცუდი შედეგები ამიტომ მე ჯერჯერობით ვსინჯავ ტესტავ აი ამ ჩემს ელემენტებს და ჯერჯერობით არ გამისინჯავს აი ეს პულტის დიაპაზონი მთლიანად და როდესაც გავტესტავ აუცილებლად განახლებთ გადავიღებ ვიდეოსაც და ყველას აგიხსნით უკვე დეტალურად რა შესაძლებლობები აქვს აი ამ ჩემ პულტს აი ეს არის უკვე შესაერთებელი ჩვენი ელემენტის შესაერთებელი ჩავთოთ ჯერ ჩავთოთ პულტი აი ასე ჩვენი პულტი ჩართულია შეგვიძლია ესე შევაერთოთ უკვე ელემენტი ცალი ხელით ცოტა მიჭის შეერთება აი ასე და ოპს ცოტა ძნელად შესაერთებელია ეს შტეკერი აი ესე შევაერთეთ აი როგორც ხედავთ მან დაიწყო ციმციმი და უკვე იწყებს GPS-ის ძებნას აი ესე ელოდება GPS ანტენის მონაცემების მიღებას, ანუ კოორდინატების მიღებას GPS-იდან, აი ესე ის ჯერჯერობით წითლად ციმციმებს, მანამ სანამ არ დაჯდება აი რამოდენიმე სპუტნიკზე, ეგრეთ წოდებული და GPS კოორდინატების მოძებნისას ის უკვე გამწვანდება. იმედი მაქვს რომ ვიდეო მოგეწონათ და აუცილებლად გააკეთეთ ლაიქები თუ მოგეწონათ ეს ვიდეო მხარი დაუჭირეთ ამ ახალ პლეილისტს ახალ ვიდეო მიმოხილვას ეგრეთ წოდებული როგორ ავაწყოთ ჩვენი quadcopter-ი ჩვენი ხელით ანუ DIY ვიდეო მიმართულებები უნდა დავიწყო აი ამ პლეილისტში და შემოგვერთით აუცილებლად subscribe-ებიც გააკეთეთ და ლაიქეთ ვიდეოები და მეტი კომენტარები მინდა ვიცოდე რა გაინტერესებს და როგორ მიმართულებით წავმართოს შემდეგი ვიდეოები. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან ერთად იყო მიხეილი HD ჩემი არხი YouTube-ზე, შემოგვერთით, გააკეთეთ subscribe-ები, ლაიქები უნდა გავიწყდებათ და დროებით. Peace. Okay, Jarvis. Timer for 10 minutes. Okay, 10 minutes. Starting.